გამარჯობა. ჩემი სახელია აკაკი, მეგობრები, კაკის მეძახიან, მაგრამ თქვენ აკაკი დამიძახეთ, იმიტომ რომ რომელი ჩემი მეგობრები თქვენ ხართ. ხო? ანუ ცოტა უხეშად კი გამომივიდა, მაგრამ ხო იცით ამ ცხოვრებაში მგელი უნდა იყო. მე ესე მასწავლეს და ბავშვობიდან ესე მოვდივარ. ამასთანავე წავიკითხე ესეთ საინტერესო რამ ეწერა, რომ ჩვენ ყველას გვჭირდება ფსიქოლოგი, იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვყავდა მშობელი. ანუ რა ხდება, რასაც ბავშვობაში ვსწავლობთ, ეს ყველაფერი ილექება ჩვენ გონებაში და ხშირად ტრამვების სახით აისახება. მე ცოტა რთული ბავშვობა მქონდა, ეხლა მოგიყვებით და ყველაზე მთავარი მუღამი რაც არის ამაში, რომ ეს არის სრულიად სიმართლე. ესე იგი, პირველად შემიყვანეს ტანვარჯიშზე, გლდანში 90-იან წლებში. აი ეს რთულად იწყება. მოვიდნენ და მითხრეს, რომ კაკი, შენ უნდა შეხვიდე ტანვარჯიშზე და მივედი ტანვარჯიშზე, დავინახე ეს ბატუტი, ტატამი უკვე ძალიან მომეწონა და მთელი დღე ენერგიულად ვარჯიშობდი, მაგრამ მეორე დღეს გამომიყვანეს. რატო? იმიტომ რომ სიმაღლეში არ გაიზრდებაო. ანუ ტანვარჯიში ხო ის არის, რომ პირიქით, რომ სიმაღლეში უნდა გაიზარდო, მაგრამ არ გაიზრდებაო. ანუ ჩემ მშობლებს რო კითხოთ, მე დღეს კი შეიძლება და ყოფილიყავი 2 მეტრიანი, მაგრამ იმ ერთმა დღემ ისე იმოქმედა, რომ დავრჩი საწოდავად 1.75 მეტრი. ამის მერე შემიყვანეს ხელვარჯიშზე, ანუ გიტარაზე. არა ხელვარჯიშით მანამდეაც ვიყავი დაკავებული. მაგრამ იფიქრეს, რომ ალბათ ხელს გაიწაფავსო. ნუ შემიყვანეს გიტარაზე ისიც გლდანში. ანუ როგორც მიხვდით იმ პერიოდისთვის გლდანში კულტურა და სპორტი ყვაოდა. ზენიტში იყო და ყველაფერი იქ იყრიდა თავს. ნუ გიტარა არ მქონდა და რა თქმა უნდა, ვისგან უნდა შემეძინა გიტარა თუ არა ისევ იმ გიტარის მასწავლებლისგან. ვიყიდე გიტარა და ჯერ პირველი აკორდი არ მქონდა აღებული, ესე ვთქვათ, გიტარის მასწავლებელმა მოითხოვა 2 თვის ფული გადამიხადეთ წინასწარ. ეთქობა პროფესიონალი იყო. ნუ ჩვენც რა თქმა უნდა მივეცით 2 თვის ფული და ეგრევე მოტყდა. ანუ ერთი გაკვეთილის არ ჩაუტარებია. ანუ ეს ტიპი იყო ქართველი ანტონიო ბანდერასი. გიტარის кейსით ხელში, სახში მივიდა ეს დადო აწია ცოლს გადახედა და 30 ლარი. ხო ანუ რამდენი უნდა გადაგვეხადა, ხო? რაც არ უნდა უცნაური იყოს, ამის მერე შემიყვანეს ფიგურულ სრიალზე. ალბათ იმ პერიოდში ქვეყანაში ისეთ ციოდა, რომ მშობლებმა იფიქრეს, რომ ეს სიცივეც სპორტად ექცია და ბარემ ისრიალოს რა მოხდა. სრიალებდი მეც და უცებ მოვიდა ზაფხული და ყინული დადნა. და ამის მერე შემზიზღდა ზაფხული ძალიან რა და ისე მეზიზღება ზაფხული რომ სპეციალურად ყოველ წელს ვისვენებ ბათუმში რომ ამ წვიმების გამო ვერ ვიგრძნო და ამართლებს სხვათა შორის ნუ შემდეგ მშობლებს სურდათ რომ ეს ტრამა როგორმე შეემსუბუქებინათ და მიყიდეს როლიკები მაგრამ იმ პერიოდში ზაფხულში თბილისში ყინულს უფრო ადვილად იპოვიდი ვიდრე ნორმალურ ასფალტს ანუ არ ჩამიცვია ფაქტიურად ეს როლიკები კიდევ იყო ესეთი უცნაურობა, რომ ეს როლიკები იყო ვარდისფერი. დანელი ბიჭი ვარდისფერი როლიკებით. ეს გავდა გოთემს, ბეტმენი არსად არ ჩანდა და გლდანში ჯოკერი ყველგან იყო. ნუ ძირითადად ღამე ვკატაობდი ხოლმე, ვკატაობდი რა დავდიოდი ამ როლიკებით და ძალიან საშიში იყო ღამე სიარული, იმიტომ რომ არ იცოდი როდის მოვიდოდა შუქი და დაიწვებოდი რომ ვარდისფერი როლიკები გეცვა. ნუ კარგი დავანებოთ როლიკებს თავი. ამის მერე იწყება ჩემ ცხოვრებაში ყველაზე რთული ეტაპი, იმიტომ რომ მშობლებმა შემიყვანეს ქართულ ცეკვებზე. თქვენ თუ იცით, რატომ ტირის ბავშვი დაბადებისთანავე? იმიტომ რომ მან იცის, რომ შეიძლება ოდესმე ქართულ ცეკვებზე შეიყვანონ. ნუ ყველას გაგვიგია ალბათ სუხიშვილები, რამიშვილები, რა თქმა უნდა, ფანტასტიკურად ცეკვავენ. გვარად ვარ ჭანკურიძე. ჭანტურიძე არა. ჭანკურიძე. ძალიან მცირე გვარია. აი წარმოგიდგენიათ რომ მომავალში გამეხსნა ცეკვის სტუდია ჭანკურიძეები. ჭანკურიძეები რა, ჭანკურიძე. მარტო ეს. შემდეგ მშობლებმა შემიყვანეს ფეხბურთზე. დღემდე ბევრი მშობელი უშვებს ამ შეცდომას და შვილი ფეხბურთზე შეყავს საქართველოში. დავდიოდი დინამოზე და წითელი ხრეში ეყარა რა ძირს, ანუ შემდეგ გადავიტყავე ხელი და რა თქმა უნდა გამომიყვანეს, როგორ შეიძლება ბავშვმა ფეხბურთზე ხელი გადაიტყავოს, დედა, ხო? და ამის მერე შემზიზღდა წითელი ხრეში და ვაკის პარკში დღემდე არ ვარ ნამყოფი. ანუ ისიც თუ ვარ მარტო კუსტბის მხრიდან კიბეებზე უცნობის ჯარისკაცის ძეგლამდე და მერე ზემოთ ისე, მოკლედ.
შემდეგ მინდოდა ჭიდაობაზე შესვლა, მაგრამ დედაჩემმა თქვა ყურები გაუტყდებაო და ისევ ჩემი გულის გატეხვა არჩია და ცეკვაზე შემიყვანა სხვაგან. ეს იყო ანსამბლი ბორჯღალი 2. ბორჯღალი 1 ან ბორჯღალი კი არა. ბორჯღალი 2, ანუ სხვა რაღაც იყო, ანუ საბოლოოდ ცეკვაზე დავდიოდი 9 წელიწადი, რამაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. მაგალითად, ელასტიკებიან გოგუებს რო ხედავ ქუჩაში, არ აღმაგზნებენ, იმიტომ რომ მე თვითონ 9 წელი რეიტუზები მეცვა და ძალიან შინაური დამოკიდებულება მაქვს რა, ვეძმაკაცები ეგეთ გოგუებს. თქვენ თუ იცით რას ფიქრობს ყველა მოცეკვავე ცეკვის დროს? ყველა მოცეკვავე ცეკვის დროს ფიქრობს ერთ რამეს. ეს არის 1 2 3 4 5 6 7 8 1 2 3 4 5 6 7 8 და ესე გრძელდება უსასრულოდ და თუ დიდი ხანი ცეკვავ ხო ეს უკვე ყოველდღიურობაში აისახება აი მაგათაც ჩაისვავ ხო 1 2 3 4 5 6 7 8 1 2 3 4 5 6 7 ამ თქვევ რა და სექსშიდაც იგივე არის ოღონდ ერთი რამე ემატება რა I 1 2 3 4 5 ანუ სად შეიძლება გამოიყენოთ ცეკვა, ანუ ბევრგან ვერ გამოიყენებთ, ნუ კონცერტებზე რა თქმა უნდა, მაგრამ იმ პერიოდში ქვეყანას არ ეცალა კონცერტებისთვის და შეგეძლო ქორწილში გეცეკვა. ერთხელაც მოვხდი ქართულ ქორწილში, რა თქმა უნდა, არ ვცეკვავ, მიტყდება და დავინახე, რომ ერთი ბიჭი გადმოხტა მთიულურზე და მიყურებს და ცეკვავს რა თანდაყ. მეთქი რატომ მიყურებს? ანუ ძალიან გამომწვევად მეცეკვება მე რა და მეთქი ვინ არის და ბრახ უცებ გამახსენდა რომ ბორჯღალი 1-ის სოლისტი. მიწევს რა თან ჩაკორებს აკეთებს იცოდა ჩემი სისუსტე და მეთქი რა უნდა და ავდექი ნიშადურით დავასველე ცხვირსახოცის შალახოზე დაუგდე და დასაღებად რომ წავიდა აი მან დაენძრა ზუსტად რა. ანუ შეიძლება ცეკვა ბორჯღალი 1-ში ჯობდა, მაგრამ არსად ისე არ გასწავლიდნენ როგორც ბორჯღალ 2-ში. ეს ანსამბლი ეკუთვნოდა ბატონ გივი სიხარულიძეს. ერთი 6 წელი არ მყავდა ნანახი და ერთხელაც მოვიდა და ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ ჯერ ვიღაც მოვიდა საერთოდ. და მერე ცნობადი სახე როც გივი და მე უკვე ვფიქრობ, რომ იქ უძინართა მზეში მე და გივი რომ თქვენ გინდათ ჩემი გასმა და რაღაცებს ვიძახი და გივი უცებ დამიძახა და მეთქი ვა გივი მეძახის და აპა გივი გისმენ მეთქი რამე რჩევას მომცემს და შენო რა ქვიაო და მეთქი ხა აკაკი უთხრა თუ კაკი, მაგრამ მეთქი კაკი, იმიტომ რომ ახლოს მინდოდა ყოფილიყავი ცნობად სახესთან და შენო ყველაზე პატარა ხარ ვაქო მეთქი ამას საიდან იცის ტანვარჯიშზე. მაგრამ მეთქი კი პატარა ვარ და გარეთო თეთრი მერსედესი აყენიო და ნახეო. ხო ადგილზეაო. გამაგზავნა რა გივი. და იმის მერე რამდენიც გივი მოვიდო და მაგზავნდა თეთრ მერსედესთან. იქ დავიწყე სიგარეტის მოწევა. ელასტიკებით ვიდექი ვეწეოდი სიგარეტს და დღემდე ესეთი ტრაუმა მაქვს, სადაც თეთრ მერსედესს დავინახავ, სიგარეტის მოწევა მინდება. ნუ მოკლედ არაფერი არ გამომივიდა, შემდეგ ცურვაზედაც ცადე შესვლა, მაგრამ ვიძირებოდი, იმიტომ რომ სანამ ხელს მოიქნევ 1 2 3 4 5 6 და არაფერი არ გამომივიდა, მოკლედ რისი თქმა მინდოდა ამ ყველაფრით, რომ კარგად შეარჩიეთ, სად შეიყვანთ ბავშვს რა უნარჩვევას და სკილებს განუვითარებთ, ესე ვთქვათ, მე მაინც ქართულ ცეკვას გირჩევდით, იმიტომ რომ სანამ ამ სტენდაპს ვკითხულობდით, თან რუიანებს ვითვლიდი თავში. დიდი მადლობა. გამარჯობა. მე მქვია თამთა, ძალიან ნერვიულობ. ნუ ზოგადად როცა ვნერვიულობ, ყოველთვის ვჭამ ხოლმე. ახლა ვერ ვჭამ და კიდევ უფრო მეტად ნერვიულობ მაგაზე. ერთადერთი ტატუ მაქვს და ისიც ხინკლის, ქალაქურის. როგორც ხედავთ, სერიოზული ნერვოზი მაქვს. ნუ იურიდიულად რომ აგიხსნა ჩემი თავი, მე ვარ დამამძიმებელი გარემოება. ნებისმიერ სიტუაციაში. ჩემზე მაინც ვერ იტყვით რომ სუქანი ვარ. ჩემზე იტყვით რომ მოსული ვარ. თორე თუ მსუქანი თქვა ვინმე და გავიგე, მაგის წონასაც ზედ დავიმატებ. ნუ პირველად, როცა გავაცნობიერე რომ ეს იყო პრობლემა, ვიყავი პირველ კლასში. ჩემთვის ვიჯექი გაკვეთილზე, შემოვიდა დამრიგებელი და მკითხა, უკაცრავად თქვენ ვისი მშობელი ხართო? მაშინ მივხვდი რომ ცხოვრების გაგრძელება ასე აღარ შეიძლებოდა და რაღაც უნდა მემოქმედა. ამიტომ გადავწყვიტე რომ დამეცვა დიეტა. თუმცა ამისთვის დაველოდი შემდეგ ორ შაბათს. ნუ
ეს ორშაბათიც დადგა. დავიწყე დიეტა. თავიდან ხო ვითომ რაღაცა, მაგრამ საღამოს მაინც მომშივდა. მომეშალა ნერვები და შევიძულე ყველა ის ადამიანი, ვინც იგონებს დიეტას. მე თუ მკითხავთ, ეგენი უნდა დაიჭირო ყველა. ერთი მგონი ზის კიდეც საკუთარი დიეტა რომ აქვს. ბავშვობაში წონის გამო, ჩემი მეგობრებისგან განსხვავებით, ძალიან ბევრი რამ დამაკვდა. ჰაერში აგდება. აჩიკუტიალი. ნუ აჩიკუტიალი, ვინც არ იცით, ზურგზე მოგდება. აი, მაგალითად, არასდროს ყოფილა, რომ ვინმე სტანსაცმელი დაპატარავებოდა და ჩემთვის ეჩუქებია. ხოლო როცა მე მიპატარავდებოდა, მამი და ჩემს შუქნიდი ხოლმე. თუმცა ამ ყველაფერს ერთი პლუსიც აქვს. როცა მეგობრები სადმე გავდივართ ქალაქგარეთ, მანქანაში ყოველთვის წიმჯდები. ლიფტითაც ყოველთვის მარტო მგზავრობ. აი ხო არიან გოგოები, რომ ოცნებობენ ხოლმე, რომ აუ ლიფტში გავიჭედოთ პრინცთან ერთად. აი ჩემ შემთხვევაში ეს ასე არაა. როცა მე შევდივარ ლიფტში, ყველა მიცის, რომ ლიფტი ჩემია. ნუ როცა ბიჭი არის ჩემს გვერდით, მე მას ძალიან ვჩრდილავ, პირდაპირ გაგებით. ამიტომ ბიჭებისთვის განსაკუთრებულად სასურველი ვარ ზაფხულში. ერთი ბიჭი გავიცანი Facebook-ზე, სადაც მარტო თავის ფოტოებს ვდებ. ნუ ამ ბიჭს მოვეწონე და დამინიშნე პაემანი. მეც გადავწყვიტე, რომ პაემანზე წამეყვანა დაქალი, ანუ ეს ხო გარდაუვალი პროცესია ქალის ცხოვრებაში. წავიყვანე დაქალი, მერე იმ ბიჭს მოეწონა დაქალი და ის მოიყვანა ცოლად. ასე დავათხოვე მთელი სადაქალო. ნუ ვინც არ მედაქალება, იმისგან 70 ლარს ვიღებ. ბიჭებისგან 150, მაინც ქალური სოლიდარობის ფონდში. ნუ ბიჭებს კი მოვწონარ, მაგრამ ამბობ ხოლმე, რომ აუ ამას რა გააწყობს, ამისი ზომა 60. ამისი ზომა 60 სადვიშოვოთო. ანუ რომ ვუფიქრდები, მატერიალური პრობლემაა. სანამ ქვეყანა ეკონომიკურად ფეხზე არ დადგება, ჩემი საშველი არაა. რომ ვუფიქრდები, ეს ბიჭებიც ძალიან უცნაურები არიან რა. აი, წარმოვიდგინეთ სიტუაცია, ბიჭები დგანან ბირჟაზე, ჩაივლის ძალიან მაგარი გოგო და ეს ბიჭები, აუ შეხედე რა მარწყივით ტუჩები აქვს, შავი ალუბალივით თვალები, ნესვივით მკერდი. აი, გონია რომ ეგეთ ბიჭებს აქვთ ვიტამინების ნაკლებობა. ნუ კიდე არსებობენ ისეთი ბიჭებიც, რომლებიც გოგონების რაღაც კატეგორიას ეძახიან ჟეშტის ბოზებს. და ეხა ესეთ ბიჭებს რა გონიათ, რომ დგას გოგო, ჩაული მანქანით და ეს გოგო უცებ იტყვის, "Oh my god, ეს რა თესაფკის პაჩაბნიკი აქვს ამ მანქანას." რაღა დაგიმალოთ და ძალიან მიყვარს ტელევიზორის ყურება. თუმცა ამ ბოლო დროს პროტესტის ნიშნად საერთოდ აღარ ვუყურებ ტელევიზორს. ნუ რა უსამართლობა, მსუქნებისთვის არაფერი არ გადის საერთოდ. არც სპორტი, არც ტევე გადაცემა. აი, წარმოიდგინეთ ესეთი შოუ რომ არსებობდეს, შეუჭამე ვარსკვლავს. ანუ ვარსკვლავი ყიდულობს პროდუქტს, მიდიხარ და უჭამ. მაშასე, სალომე ჭაჭუა და თამთა კულუბეგაშვილი, აჭარულის ჭამა. ამ ბოლო დროს ბიჭი ვინც კი გავიცანი, ყველა მეძმაკაცება. და რა მინდათ იცით რომ გითხრათ? შეჩემას დაძახება თუ გინდათ, პირდაპირ დამიძახეთ, არ გამიტყდება. ძალიან დიდი მადლობა, თქვენს წინაშე იყო თამთა კულუბეგაშვილი. მადლობა. გამარჯობა, მე ვარ ალექს აბრამაშვილი, Facebook-ზე ცნობილი როგორც ხეიბარი ალექსა. მეგობრებისთვის მეგობარი ალექსა,
გოგოებისთვის იობარი ალექსა. თაში ხევისბერი ალექსა და ჩილეში ალექსი სანჩეს. მოკლედ მე ვარ ალექსა და მაქვს კუნთების დისტროფია, მაგრამ ეს ზეგავლენას არ ახდენს სასქესო ორგანოებზე, რადგან ერექცია სისხლის ჭაბი მიწოდებით ხდება. ხოლოალეტაში. ეს ისე საგანმანათლებლო მიზნით მოგაწოდეთ ეს ინფორმაცია, სხვა რაიმე განზრახვა არ მქონია. გოგონებო. ახლა ჩამოვთვლი ჩემს მინუსებს და პლუსებს. 4-ს - 3 უდრის 1-ს. ახლა პლუსზე პარკინგი რა თქმა უნდა ყოველთვის თავისუფალია და თუ არ არის თავისუფალი და ვინმეს უმიზესოდ ყავს იქ მანქანა გაჩერებული მინდა დედამისი მოვიკითხო. გახრწილი მთვალი რო არ ბარბაცებ და ჩემი ზურგზე გადაკიდება არ მოგიწევ. კიდევ ერთი პლუსი ის არის, რომ ჩემი ფეხსაცმელი ყოველთვის კაი ვიძია. სამუდამოდ. რაც არ უნდა ვიყო ბანანის ქერქზე ფეხი არასდროს მისვლა. მაგარი ბედი მაქვს რა. სკოლაში კარგად სწავლობდი, მაგრამ ხდებოდა ისეც, რომ ორიანსაც ვიღებდი ხოლმე ხანდახან. და მასწავლებელიც მეუბნებოდა, რომ ალექს და ორიანი. სკოლა რო დავამთავრე, სწავლა აღარ გამიგრძელებია, იმიტომ მივხვდი, რომ კენწრაში ფიზიკურად ვერ ავიდოდი და მეთქი ფულში შოვითქო, ლიფტს გავაკეთებ კენწრ უნდა თქო და მე რეავალ თქო. ფული შოვნა სამსახური უნდა და სამსახურს პროფესია ხო? დავიწყემეს პროფესიის ზევნა ალალბეძე და დავგვარავდი ასე ქალაქში და ერთხელაც მივიგორდი დინამო სტადიონთან. ფეხბურთის სათამაშოდ კი. მართლა, ხოდა ერთი წელიწადნახევარი ვიყო მარე რაღაცა და მე მივხვდი რომ ჩემი საქმე არ იყო ეს ფეხბურთი და გამოვედი რა. და მე მგონი არც იმათ საქმე იყო ვინც იქ დარჩა რა. გამოვედითო ცოტა ხომ მაღალი ნათქვამი არ გამომიყვანეს, იმიტომ რომ მაშინ ეს ნავაროჩენეტი არ მყავდა და ეხლა შემიძლია გოგოებს დავაპიპინებინო ხოლმე. რაც ესე წლი დავითრიე, მეთქი ცეკვას ვცდი თქო და ხა მინდა შემოგთავაზოთ რაიმე ჯექსონის რეპერტუარიდან ეს წამე. ბიტი გამიკეთე ბიტი. ვატყობდი რომ ესე ცეკვითაც ვერ გავქაჩავდი რა, აი მაქსიმუმ ნიჭიერი მომეგო რა როგორც ხდება ხოლმე. და ეგეც დავიკიდე რა. დარჩა ესე უსაქმოდ და როგორც ქართველი უსაქმური ბიჭების 90% აკეთებს, მეც რეპერობა მოინდომე და შევაკეთე დავბოლდი კაიფშიც გავგორდი. ალან სამსახურის ძებნაში ვარ და უცებ მეწვია ბედნიერება რა. ჯარიდან მომევიდა გაწევა. დედას ფიცავარ. მარა ჩემ და საბედნიეროდ ტყელტერფიანი ვარ და გადავში. მე ვიფიქრე რომ ცოტა ლოგიკურად უნდა შემეფასებინა სიტუაცია და მეთქი ანუ სექსპა ტელეფონზე ვთქო რა. იმიტომ იმას ფიზიკური არ უნდა, მაგრამ ტყუილები არ მიყვარს და ეს შემოვდივარ ოთახში თქო რა. ცოტა მეხამუშა და ეგეც დავიკიდე რა. მეზობელი მყავს ერთი ჯიგარი ტიპი რა და სადარბაზოში ვზივარ ახლა ვეწევი და მეორე სართულზე ცხოვრობს და ჩამოვიდა რა. მომიტყაყუნა ზურგზე ხელი, კაროჩე ალექსო. ეტყობა იფიქრა გავამხნევებო თუ რა ვიცი რა. ალექსო, წელსო ჩემი მეკოლე უნდა იყოს შენაო. აი რა გონია რა, მაგას რას ვიზავ რა. მეზობელო რა იწამი რა. შემოვდგი ბორბალი, წყალობდეთ კომბალი. თუ რა.
მაკლებს ცდილობს სამსახურის დაწყებას და თუ აქ ვარ значит რაღაცა გამომივიდა ძმაო. და ეხა მინდა რომ ცოტა ჯანზე მოვიდე რა და ვინმეს 20 გრამიანი გირები ხო არ გაქვთ თან თუ იცით რა სადმე შოუ. შემეხმიანეთ რა. წავედი ხარ გასაქცევი ვარ მე და აბა რომიდი ხარ და იკითხავ ბოლო ვინ არის? არავინ ხმას აქცევს რა. ბოლო არავინ არ არის გენაცვალე. ჩემი გუბერნატორთან ერთად მოვდიოდი და ესეთი რაღაც მითხრა რომ ბიჭო გაატარე ეგ სასტრაფო და გაყევი უკან. რემონტი მაქვს როგორ და ევრო რემონტი კი არა სულ მიმდინარე რემონტი რა. გამარჯობა, მე ვარ თორნიკე პარუნაშვილი, იგივე პარუნა. სანამ დავიწყებთ, გთხოვთ ტაში დავუყარეთ, ვინც პირველად ხართ. ყველა პირველად ხართ და ვიღაცები რატო არ უკრავთ ტას. კარგით, გადავიდეთ თემაზე. დღეს მე მინდა გესაუბროთ რიგზე, რიგში დგომაზე და ასე შემდეგ. მოდით ვაღიაროთ, რომ ქართველებს რიგში დგომა არ გვიყვარს. არ გვიყვარს კი არა, არც მოგწონს. და საერთოდ სხვა თვალით ვერც უყურებთ რა. ეხლა მე მაგათაც პირველი უნდა გამოსულიყავი, მაგრამ არა უშავს. ქართული რიგი არის უნიკალური. ის არის ერთადერთი, რომელიც კოსმოსიდან ჩანს. და რომელსაც არაფრის ფორმა არ აქვს. აი რომ მივდივართ, ვკითხავთ, ბოლო ვინ არის? იმიტომ რომ ფორმა არ აქვს რა. ფორმა რო ქონდეს დაინახავთ, მივხვდეთ, დადგებოდი, მაგრამ ზოგი დგას, ზოგი წევს, ზოგი მიდის, მოდის, დგას, ეწევა, შედის, გადის, გამოდის, ეწევა, დგას. ვერ ხვდები რა. თან ერთი უცნაურობა ახასიათებს ჩვენ რიგებს, რომ მიდიხარ და იკითხავ, ბოლო ვინ არის? არავინ ხმას არ გწევს რა. ანუ ამაყიერი ვართ რა. ბოლო არავინ არ არის გენაცვალე რა. მე კიდე ერთხელ რო იკითხავ, მე შუიდან გეუნება ვიღაც რომ აი ის არის ბოლო ის და თქვენ ხართ ბოლო და სიტყვით კი არ პასუხობს ეს. ანუ გაიშიფრა რა სხვა გზა აღარ აქვს და ბოლო მე ვარ. საერთოდ ძალიან მოწყენილობაა ხოლმე რიგებში რა. მიდიხარ ბოლო ვინ არის, მე ვარ დგები და არაფერი არ ხდება. რატო კაცო, მიდიხარ პირველი ვინ არის? თქვენ ხართ გილოცავთ, მეორე მესამე თქვენ ხო აი მალე შეხვალ თქვენს. აბა კენტებმა ხელი ავწიოთ. აბა. მეც კენტი გამოდივარ, გენაცვალეთ, გენაცვალეთ. ეხლა თუ იმ სუქანკას ორად არ ჩავთვლით, კენტი გამოდივარ, გენაცვალეთ. ბოლო თქვენ ხო თქვენს ფერე მე ვიქნები. უკვე ხალისი არის რა. ერთი უცნაური პრობლემა ჩდება ხოლმე ქართულ რიგებში. ბოლო როცა ხარ, ვიღაც მომდის და გეუბნება, რომ ბოლო ვინ არის? აი მე ვარ. კარგი, თქვენს მერე მე ვიქნები. გეუბნება და მიდის რა. ვაი, იძაბები მაგრად რომ რატო წავიდა, რამეს ხარ მიჩალიჩებს ხა. მე რო შევალ და ის არ მოვიდეს, მე ეს როგორ იქნება? ამ ფიქრებში ხარ და უცებ სხვა მოდის და გეუბნება, რომ ბოლო ვინ არის? აი ერთია ოღონდ გასულია. აი იმის მერე მე ვიქნები. გეუბნება და ესეც მიდის რა. ვაჰ, რატო წავიდა, კაცო? მე უკვე ფიქრობ, რომ სად არიან, ხო არ სცივად, რა სჭამენ, ხო არ აწვივ და უკვე ამ ფიქრებში ხარ, შენ თავს აღარ დაეძებ, ოღონდ ისინი მოვიდნენ რა. არსებობს რიგები, სადაც პირველი ხარ, მაგრამ არაფერს არ ნიშნავს ეს. მაგალითად, მარკეტში ურიკით რომ მიდიხარ სალაროსთან და ვიღაც ტიპი მოდის და აუ იოგურტი მაქვს და გავივლი რა. ო მეც მაქვს იოგურტი. და ხაჭოც მაქვს. არ მათქვევინო რამდენ პროცენტიანი ვიყავ. ერთ შემთხვევაში გავიხსენებ, სტრაფიკების ობიექტის რიგში ვდგავარ. ჩემ წინ ერთი ადამიანი უკან რიგია და ვიღაცა ბიჭი შემოვიდა, ეს ყველას გადაგვისწრო. ჩემ წინ ვინც იყო, იმან თავის პროდუქტი აიღო, წავიდა და ეს მეუნება რომ მობრძანდით. ანუ დამითმო რა. მოიცა ჯერ რატო გვისწრებ? თუ გვისწრებ რაღაც გვითმობ. შედალოცვილო შენა. შეჩემისა შენა. მაგრამ რო დავფიქრდი, მე მივხვდი რომ ეს ისეთი ტიპია, რომ რაღაცა კარგი საქმის კეთების მოთხოვნილება აქვს რა და ესე დადგება მობრძანდით. მე თვითონ კი არ მივა. სახლში წავა. ესეთი ადამიანი შეიძლება ბებოს მივარდეს ქუჩაში, მეორე მხარეს გადაიყვანოს ქუჩაში და უთხრას ბებო გადაგიყვან უკან. არსებობენ ორი სახის თავხედები ესეთები. ერთი არის რომ გადაგისრებს და დგება და მეორე არის გადაგისრებს და კი სხვას ეძახის რა. ეს გადაგისრებს და მანანა, მოდი. ანუ ეს მოდი რას ნიშნავს, რომ მე დავიკიდე და დაიკიდე შენც კაცო, მოდი. ძირითადად ერიდებათ ხოლმე ეს ადამიანს, აი სირცხვი და მოდი კაცო. ამათ არ მოდი კაცო. ესეთ ადამიანს ვეძახმე მაკლერებს რა. ანუ გადავა, დაზვერავს სიტუაციას და მე ეძახს მანანა, მოდი. აი ეს ადგილია რა, წყალი აქვე არის, კაი ხედია. ერთ ორი კაცი და შეხვალ რა.
რენტგენის გადაღება მინდოდა და ჩავეწერე ექიმთან, რომ მეთქი რო არ დავაგვიანო ჩავეწერები რა. მივედი ეგთანი დამხვდა და მეუბნება, რომ ჩაწერილებს ბრძანდებით, მეთქი დიახ ჩაწერო. მობრძანდი ჩაწერილებს რიგი აქეთ არის. ვა. მეთქი ალბათ დაგვიძახებენ ახლა დაძახებულების რიგი ცალკე იქნება. მე მობრძანდის მებრძანებულების რიგი ცალკე იქნება. დაწექი დაწოლების რიგი ცალკე იქნება თქო დავაგინე სამსახურში რა. ერთი დაუწერელი კანონი არსებობს ექიმთან როდესაც გახარ რიგში. ანუ შეკითხვა მაქვს, თუ ვიტყვი უნდა გაატარო უეჭველი რა. სულ მგონია ხომ რომ ეს შეკითხვა არის შევა ექიმთან და ექიმო, ხომ მაგრა დავაგო იმ ეს ხალხის მობაზ გაფიცე მითხარი რა. არსებობს კიდე სიმწრის რიგები რა. ერთი არის საპირფარეშოსთან და მეორე არის iPhone 7-ს რო ყიდულობ შეყვარებულს. საპირფარეშოსთან როდესაც გახარ შესულარი ტიპი ელოდები, აი დიდი ხანი არ გამოდის რა. თან ვერ ხვდები რას აკეთებს ამდენს. არა და სულ ორი ვარიანტია რა შეიძლება აკეთებს. ჰაჰა სამი. მაგრამ შენ რო შედიხარ რაღაც ზებუნებრივი ძალა არის რომელიც აღარ გაჩქარებს რა. iPhone-ს როცა ყიდულობ და შენ წინ არის 4 კაცი, სიამდვილეში ეს არის 4 შანსი. რომ გონს მოიგო და გადაიფიქრო. არსებობს კიდე ვირტუალური რიგები რა. აი მაგალითად ვაჟას მეორე კვარტის საკაბელოში დავრეკე. შანსონ ტივის ქონა ხარვეზები, რა მნიშვნელობა აქვს რა? დავრეკე და ხმამეუნება რომ თქვენ ხართ მე-12 რიგში. აი რანაირად სულ არის 10 აბონენტი. თქვენ რიგში ხართ მე-12, ვითომ ვერ გაიგო რა ვთქვი რა. თან რაღაცა მუსიკას გასვენინებენ, რომელიც ნერვებს გიშლის ძალიან. აი კომპოზიტორებს რა აკორდების მორჩათ იმისგან აწყობილი მუსიკებია ხოლმე ძირითადად რა. როგორც იქნა მივახციე ოპერატორამდე და მეთქი შანსონ ტივის აქვს ხარვეზები. დამელოდეთ. მეგონება აქამდე სხვა რამეს ვაკეთებდი რა. რაღაცები დააწკაპუნა იქ. გადასახდელია. გაბრაზებული, კაი მეთქი ახლავე გადავიხდი, ჩავედი აპარატთან და დამხვდა მოკლე გრძელი რიგი რა. მოკლე იმიტომ რომ ჩემს წინ ერთი კაცი იყო და გრძელი იმიტომ რომ მოხუცი კაცი იყო. რომელსაც უთხრეს რომ ეს არის სტრაფი გადახდის აპარატი. და რომელიც ვერ ხვდებოდა რატო არის საერთოდ ეს გადახდის აპარატი რა. და სწორედ მაშინ მივხვდი როგორ კლავენ შანსონს საქართველოში. თუ დაკვირვები ხართ რატო ვართ რაგბიში შერკინებაში მაგრები. იმიტომ რომ ეგეც რიგია რა. პირველი რიგი, მეორე რიგი და მოწინააღმდეგეს კი არ ვაწვევით. ერთმანეთს ვაწვევით რომ გადამატარე, მე უნდა ვიყო წინ, მე უნდა ვიყო და და გაგვაქვს მოწინააღმდეგე რა. და ბოლოს ერთ ჩევას მოგცემთ. რიგი რო დავიცვათ არ იქნება ურიგო. ალო. მოგესალმებით, მე ვარ კოკო ბარათაშვილი და რამდენიმე დღის წინ ჩემმა მეგობარმა ესეთი რაღაც მითხრა, რომ ცნობილი ადამიანების ადგილას რო ვიყო, ავტოგრაფს არავის არ მივცემდიო. რო ვკითხე რატო თქო, რა იცი ხელს რაზე გაწერინებსო. თავიდან რა თქმა უნდა გამეცინა, მაგრამ მე რო დავფიქრდი მივხვდი რომ იმდენად ვართ ქართველები კანონდარღვევას მიჩვეულები, რომ აბსოლუტურად ყველაფერს ევჭის თვალით უყურებთ. აი მე პირად რაც არ უნდა მართალი ვიყო კანონთან, პატრული რომ აჩერებს ეგრევე ვიძაბები. და აი დავფიქრდი ხო რა არის ამის პრობლემა და მივხვდი რომ პრობლემა არის რაციაში. ანუ რაციაში როგორც არ უნდა გითხან, შენ აგრესიულად გესმის. აი მაგალითად რო გითხან, გადააყენე ძვირფასო. შენ გაიგებ რომ გადააყენე, აბა ერთ ძვირფასო რამე ხო არ გიდევს. ზოგადად საჭესთან ძალიან იშვიათად ვსვამ და აი რამდენჯერაც დავლია იმდენჯერ გამაჩერა პატრულმა. ნუ ეს ახლა სუფთად გამართლების ამბავია და აი როგორი რაღაც არის, ცით? ადამიანთან რო რეკავდა რომ გადის, მაგრამ არ იღებს და აუ არ იღებს ამის დედაში. ალო. გოეთეს აზრით კანონი იმისთვის არის რომ უნდა დაარღვიო. გოეთე ასევე ფიქრობდა რომ კარგი იქნება თუ ადამიანები ისწავლიან ობიექტურობის ჭეშმარიტად აღქმას. მაგრამ ჩვენის პირველი გავიგეთ რომელიც გვაწყობდა. მიუხედავად იმისა რომ კანონს ხშირად ვარღვევთ, აი სხვას ელემენტარულ შეცდომასაც არ ვპატიობთ. აი მე მანქანი დავდივარ და როგორც კი რაღაც შეცდომას დავუშვებ, ეგრევე ველოდები რომ მეორე მხრიდან ძღოლი მომიყენებს და ესე გადმომხედავს რომ რა იყო რა. ნუ ამას თავიდან ძალიან ღიზიანდებოდი, მაგრამ მე მივხვდი რომ ამისგანაც შემეძლო სიამოვნების მიღება და ეხა რაღაც რო დავარღვევ, აქედან ველოდები რომ გადმომხედოს და ამ დროს ჩემ მანქანაში მუსიკას უწევ და ამის თავის მოძრაობა და ჩემი მუსიკა აждდება ერთმანეთს. კანონდარღვევა რო გვეამაყება, მაგის კარგი მაგალითია, აი ზღვაზე რო ბუიოკამდე მივცურავთ. იქ მივდივართ ხო და აი კანონზე გამარჯვებული სახით ვეკიდებით ხო ბუიოკს და
აი სიამაყის გზნობა გვიჩნდება, ხო და აი როგორი გზნობა, იცი? ტელევიზორში რომ ნაცნობს დაინახავ და ამას ვიცნობ ამ დებილს რა უნდა აქ. და ამ დროს დაკიდებულები ვართ და აი უკან ძლივს მოვდივართ, ხო და იმის ვაგივრათ რომ მეგობრებთან მაინც ვაღიაროთ, რომ ბიჭო კინაღამ დავიხჩვი, ისე ვამაყობ და რას ვამბობთ, რომ ბიჭო თან პახმელიაზე ვიყავი, გაიგე და ეს ორგანიზმის აღოლ რა მაინც რა. ჩემი აზრით ჩვენი ესეთი დამოკიდებულება გამოიწვია გოგოების რომანტიკულმა დამოკიდებულებამ კანონდარღვევი მამაკაცების მიმართ. ანუ გოგოებს მოწონთ ხო ბიჭები მუხლებს რომ დაუხრიტავენ და ამ გოგოს გამო რომ ვიღაცის დედა შავებს ჩააცნევენ. მაშინ გავყვეთ მორალს და რა გამოდის რომ ანუ თქვენი ლოგიკით ჰიტლერი ყველა ესასურველი მამაკაცია? თუ რა მაგარი იქნა გეები რომ გემზე ჩაძირა? კანონი დაიცვა, მაგრამ შენზე მოირგო. მაგის კარგი მაგალითია, ერთხელ ჩემ მეგობართან ერთად მოვდიოდი და ესეთი რაღაც მითხრა, რომ ბიჭო, გაატარე ეგ სასტრაფო და გაყევი უკანო. ასევე ერთ-ერთ სოფელში ესეთ ფაქტს შევესწარი, სოფლის მოსახლეობა იდგა გამგებელი და ერთმანეთის ძაღლებს აჩხუბებდნენ. ნუ მე ამ ყველაფერს ისე შევხედე როგორც კანონდარღვევას და ყველაზე საინტერესო იცით რა არის რომ ეს ადამიანები ამ სიტუაციას უყურებდნენ როგორც კულტურულ ღონისძიებას. ცხოველებთან მიმართებაშიც ხშირად ვარღვევთ კანონს და აი მაგის კარგი მაგალითია კუსგან რო საფერფლეს ვაკეთებთ. ცოტა ხნით წარმოიდგინეთ ცხოველების ადგილას თავი დაუშვათ მელა ხართ. მოდის ცივი ზამთარი და თქვენი სოლი ვიღაცის ცოლს მხარზე აქვს შემოგდებული. აი ბუნებასთან მიმართებაში ძალიან ცუდად ვიქცევით, პარადოქსია ხო რომ ვჭრით ხეს, მე ამ ხისგან ვაკეთებთ ფურცელს იმისთვის რომ იმ ფურცელში ჩავწეროთ რომ ხე არ უნდა მოვჭრათ. რამდენიმე დღის წინ Facebook-ზე ესეთი ნიუსი შემხვდა რომ შვეიცარიაში გაიხსნა მაღაზია, სადაც შედიხარ, პროდუქტს ყიდულობ, თანხას იხდი და გამოდიხარ. ანუ არც დაცვა არ არის, არავინ არის შენთვის ხარ რა. პირველი ესეთ სიტუაციაში ქართველებს ხო ის კითხვა გვიჩნდება რომ აი რო არ გადავიხადო რას მიხვდებიან. აქედან გამომდინარე დავფიქრდი და აი წარმოვიდგინე რომ იმ მაღაზიაში შეგვიშვან ქართველები რა მოხდება. აქეთ ვიღაცა ცხوارს კლავს. აქეთ ვიღაცა ჯეკ დენიელს სვამს და რასაცვებს სვამს ამტრევს. და იქით ტოლვილებს სარეცხი აქვთ გაფენილი. იქიდან გამომდინარე რომ კანონდარღვევას თავს ვერ ვანებებ, ჩემი აზრით უნდა მოვიფიქროთ ისეთი კანონები, რომელიც ჩვენთვის სასარგებლო იქნება. აი მაგალითად დავაკანონოთ ქუჩაში მოღუშული სიარული. ან მოქალაქე ზებრაზე რო გადადის უნდა დაარტყა. მიუხედავად ესეთ სიტუაციისა, დიდი იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ მოდის თაობა რომელიც ქვეყანაში ნიშნულოვან ცვლილებებს განახორციელებს, მაგრამ ეს ღვედი რაღაცა მაინც არაკომფორტულია რა. დიდი მადლობა. ეხლა რასაც მოვყვებით თვითონ სიტყვები და ასვები მე არ გამომიგონია, მაგრამ თვითონ სიტყვების მიმდევრობა ჩემი დალაგებულია რა. იმ დღეს ვიღვიწებ რა და თვალები ჯერ არ გამიხელია რა, ვიცი რომ გავახელ ესეთ რამეს ვერ დავინახავ რომ ვა ეს რა დავინახე, ესეთი რამე არასოდეს არ მინახავს და არ გავახილე და თვალები დახუჭული ავდექი რა. ხო და ვხედქე თავი კარადის კარს რა. ნუ გავაღე კარა და გამოვედი რა. გულებით მოღალატება და პრივიჩკა მაქვს რა კარადაში ძილის რა. ხო და ვიფიქრე რა ცოტას კიდე დავიძინეთ მეთქი და უნდა დავწვედოთ მაკაცი რეკავს რა. და უნდა უპასუხო რა და საათ შევხედე რა დილი 7 საათია და მაგარი გამიწა რა რატომ მირეკავ 7 საათზე იქნებ მძინავს რა. მე ამაზე როგორ მირეკავ, როგორ გიპასუხო ამაზე თითი მოვიგლიჯო თუ რა გავაკეთო რა. და გადავდე დავწექი რა. დავწექი არ დამეძინა და მაგრას მანერულებს ეძმაკაცი რა. ამას წინათ ურეკავდი რა და მობილური ჰქონდა გათიშული რა. 1 საათი ვრეკე, სულ გათიშული ჰქონდა რა. ხო და მე გამახსენდა რომ მეორე ნომერიც ჰქონდა რა და იმაზე გადაურეკე და მიპასუხა რა. გაუციშე ისევ ძველზე გადაურეკე რა. და კიდე არ მიპასუხა რა. ხო და გავნერვიულდი ამაზე რა, ნერვიულობ ამაზე და სანამ ნერვიულობ ჩემ ბიოგრაფიას მოგიყვებით რა. მამეთ ახლა დიდი სატრაბახო ბიოგრაფია არ მაქვს, ამიტომ ვინმე სხვისას მოგიყვებით რა. ხო და ეგეთი სხვაც არავინ არ ვიცი, ამიტომ მე თვითონ მოვიფიქრე პიროვნებას და იმაზე მოგიყვებით რა. თედო გაბისკირია დაიბადა იმდენად გაჭირვებულ ოჯახში, რომ თედოს დაბადებისას დედამის მოუწია საზღვარგარეთ წასვლა და თედოს დაბადებას ვერ დაესწრო.
არავის არ ეგონა რომ პატარა თედო 6 თვეზე მეც იცოცხლებდა. განარამე სჭირდა პროსტა მინდა რომ დაგძაბოთ რა. 6 წლის რო გახდა თედო ბიძამისმა, სხვისმა ოღონდ საკუთარი არ ხავდა. აჩუკა გიტარა მანქანის ოღონდ. თედომ რა თქმა უნდა ვერაფერში ვერ გამოიყენა და 90-ის რო გახდა თედო ერთ დღესაც დაიძინა და მეორე დღეს გაიღვიძა და კიდევ 15 წელი იცოცხლა. არაფერი ბიოგრაფია არ ქონია რატომ აყოლებდა. ხო, ნუ ავდექი ჩავიცვი, ნასკები, შარვალი, ბოტასები, ოღონდ სხვა მიმდევრობით რა, ჯერ ბოტასები, მერე შარვალი, მერე ნასკები, იმენა დავიდან ჯერ რა. ხო. ბაითი მაქვს როგორ იცით, აი ძალიან სერიოზული რემონტი მაქვს როგორ იცით, აი ევრო რემონტი კი არა, სულ მიმდინარე რემონტი რა. ნუ გამოვედი სახლიდან, ჯერ სანამ გამოვიდოდ მეთქი წვერს გავიპარსო მეთქი რა ცოტა რომ მაქვს წვერი არ მიყვარს რა. ხო და გავიპარსე ეს წვერი რა და ახალი გაპარსული რომ მაქვს არ მიყვარს 2 დღე ვაცადი და გამოვედი რა. ხო და ჩავირბინე ეს კიბეები, კაი ხასიათზე ვარა და ისე ვავირბინე რა სახში, ჩავირბინე ისე ვავირბინე, ჩამოვირბინე, ხასიათში ცვლილება შევიტანე და გავედი რა. ხო და გავიარე ცოტა მანძილი დავინახე ჩემი მეზობელი ნოდა რა, მაგარი კაი კაცია, გამარჯვების თქმას ვერ დაასწრებ, რა თუ დაასწრებ ეწყინება რა. ისე დონეზე ეწყინება რომ შეიძლება ერთი თვე არ დაგელაპარაკოს რა, გადაგეკიდოს ვაფშე ღამე დაგირეკოს, ხმა არ ამოიღოს რა, რომ შეგაშინოს რა და ვერ მიხვდე რომ ნოდა რა არის რა. ოღონდ მანამდე დაგირეკავს და გეტყვისო ცოტა ხანში დაგირეკავ რა, რომ იცოდე რომ ვინ გაშინოს რა. სამსახურში არ მეჩქარება, კაი ხასიათზე ვარ და სამსახურსაც შეეხება, აი სანამ უმუშევარი ვიყავი, რო ვეძებდი ხოლმე სამსახურს. ერთი ესეთი ვაკანსია იყო რა რაღაცა და მივედი რა და დირექტორი მეუბნება, აბა რა იციო რა გამოცდილება გაქვს. მეთქი ინგლისური ვიცი, გერმანული ვიცი, ფრანგული აქვს, სერტიფიკატები, დიპლომები მაქვს მეთქი. ესე სამსახურს როგორ ვერ ვიშოვე მეთქი და წამოვედი რა. ხო, კიდე ერთი სამსახური მქონდა აი ძროხების ფერმაში მუშაობდი რა, მაგარი შემოსავალი იყო, მაგრამ 6 თვის მერე გამომიშვეს რა, მიმიხვდნენ, არა ეს ძროხაო. ხო, ამჟამად ეხლა ოკულისტად მუშაობ რა და იმ დროს ტიპი შემოდის რა და თვალები მეძაბებაო, მეთქი ვის ეძაბება მე მეთქი? ზურაბაბა ვაძაჭკორია მეთქი რა. ხო და ვაძაჭკორი არა ვარ მეთქი, მაგრამ მკიდია მეთქი და შენ თუ იმას ფიქრობ რომ მე ჩემი გვარი მკიდია მეთქი, მაგაზე კიდე ცალკე დაიჯები მეთქი რა. ხო, კიდე ერთი ესეთი შემთხვევა იყო ჩემს ცხოვრებაში, ანუ პაციენტი მოიყვანეს რა და წინა დღეს გავუკეთეს გულის ოპერაცია და გადარჩა რა. ხო და ეხლა მე ექიმი ვარ, მაინც ჩემი მოვალეობაა და შევედი რა, მეთქი თვალებზე ოპერაციას გავუკეთებ მეთქი რა. ხო და ჩაუწარიე საკმაოდ კარგად, ერთი თვალით ხედავდა რა უკვე რა. ხო და ეხლა შეიძლება იფიქროთ რომ შენ ვარ შესულიყავიო, ყველაფერი კარგად იქნებოდა, არა, მაინც შევიდოდა. ხო და ნუ ვაგზელებ გზას და დავინახე ორი გოგო მიდის რა. ესე 20-21, 12-29 ივლისი, თებერვალი, დაბადების დღე. ხო და გვერდით მიდიან რა და თან როგორ მიდიან იცი გვერდით 300 მეტრია დაშორება რა. ხო და არ არის გვერდით სიარული რა. შეიძლება თქვათ რომ ხო არ არის ხა 300 მეტრი თუ არის დაშორება, არ არის ხო, ეს ვამბობ რომ არ არის რა. ხო და ეს უკანა რომელიც იყო, ხო იმას დავეწიე რა, უკანა კარგი იყო რა და დავეწიე ეს ხელები მოუხვიე რა თვალებზე მე და ვეუბნები რომ უკანა კაი შესახედი ხარ მეთქი და სახეზე რომ შემოგხედო მეთქი, არ მინდა მეთქი რა, იმედი გამიცრუდეს მეთქი რა. ხო და მინდა რომ ეს მომენტი დავიმახსოვრო მეთქი და მე მეხსიერება პატარა მაქვს მეთქი და ამიტომ შენ დაიმახსოვრე მეთქი რა. ხო და ეს ხელები მივაჭირე რა თვალებზე რა, მაგრამ მივაჭირე და ეთკინა და ეს ხელების ქნება დაიწყო რა. მეთქი გიჟია ეს ჩემი სამეთქი და გავაგზავნე რა გზა. მეთქი იმ პირველს უნდა დავეწიო მეთქი და სადღაც ტუპიკში შევიდა რა და შევედი და დავინახე 5 ბიჭი რა, 5-ვე იმენა ერთნაირი რა, ვაფშე სიმაღლე ჩაცმულობი და თან 5-ვე სხვადასხვა ადგილას კი არ დგას, 5-ვე ერთ ადგილას დგას რა ზუსტად რა. ხო და გამიკვირდა და მე მივხვდი რომ ანუ ერთი ტიპი იდგა, მაგრამ 5-ის შეგრძნება სწობებდა რა. ხო და მეთქი მაგას როგორ აკეთებ მეთქი და რა ასო, მეთქი რო უყებოდი არ მისმენდი მეთქი. ხო და ალბათ გულში ვყებოდიო, მეთქი ამირან გულში მღეროდა ეგ მეთქი, ხო ეგ მეთქი შენი სახელი მეთქი ბესო რა, მეთქი ბესოს არავის არ მიცნობ მეთქი. და გავაგზავნე რა გზა.
ხო და შარს ვეძებ რა, ხო და დავინახე ტიპი რა, დგას გამომწვევად რა. გამომწვევად არ დგას, მაგრამ რო დგას უკვე გამომწვევია რა. რატო დგას და რატო არ წევს რა. და თუ წევს კიდე ქუჩა კიდე ის ადგილი არ არის რომ წამოწვე და მეთქი ბრატ, პლედიც ხარ გადაგაფარო მეთქი რა. ხო და რა პლედი უნდა გადაგამაფარო? ხო და მეთქი რატო წევ ხარ მეთქი მაშინ და არ წევა რომ გინდა დაგაწვინო მეთქი რა. ხო და აქ უკვე უნდა მწყვიტოს რა და სანამ მწყვეტს დავამთავრებ ჩემ მონოლოგს რა.